კითხვა ამ кейსიდან გამომდინარე, თქვენი აზრით დაახლოებით რა გამოცდილებები, ანუ ჩვენ ხო ვიცით, რომ განწყობები გამოცდილების სეულია. მაინტერესებს დაახლოებით რა გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს ამ კატეგორიის გოგონებს, რომ აი მაგალითად უხეში ან ასე ვთქვათ, ნაკლებ ყურადღებიანი პირები მათთვის უფრო სიმპათიურები არიან და უფრო საინტერესოები არიან. ანუ საიდან მოდის ეს ყველაფერი? თუ გამოცდილება. ხო, აქ შეიძლება იყოს სტერეოტიპული განწყობები, ჩაგონებები უფრო გამოცდილი ქალების მხრიდან, რომ აი ასეთ მამაკაცებთან უნდა იურთიერთოთ, ან ისეთ მამაკაცებთან უნდა იურთიერთოთ. ასეთი მამაკაცები უფრო კარგი ბიჭკვიანები არიან, ისეთი მამაკაცები უფრო კარგი ბიჭკვიანები არიან. აი ძალიან საინტერესო кейსი შემიძლია განვიხილო ამ კონტექსტში, ხო? არიან ლამაზი ადამიანები, ხო? აი ყოველ მხრივ უნაკლო ადამიანები, მაგრამ ის ლამაზი ადამიანები ყველას არ მოსწონს, ხო? აი ვიღაცა ამბობს, რომ სულაც არ არის, ეხლა ვერ იტყვის, რომ სულაც არ არის ლამაზი, მაგრამ ყველა ლამაზი ადამიანი ჩვენთვის მიმზიდველი ხომ არ არის, არა? ეს განწყობისეულია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ადამიანისთვის განსაზღვრელია ის გამოცდილება, რომელიც აქვს მას უშუალო ურთიერთობის პროცესში ჩამოყალიბებული და ის ესე ვთქვათ წარმოდგენები, რომელიც მას ჩამოუყალიბდა განწყობისეულად, ხო? ანუ მე შეიძლება ძალიან ლამაზი არ მიზიდავდეს. შეიძლება მიზიდავდეს შედარებით შეუხედავი. თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, რატომ მიზიდავს მე შედარებით შეუხედავი? ზუსტად იმიტომ, რომ ჩემი განწყობები განსაზღვრავს ამას. და აი თქვენ სწორად დასვით საკითხი, რა განწყობებით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ნაკარნახევი, ხო? განწყობის თეორია არის ძალიან საინტერესო ამ კუთხით. განწყობის თეორია ხსნის ქცევას. ერთადერთი, რაც გასარკვევია ამ შემთხვევაში, ზუსტად არის გასარკვევი ის, რა განწყობებით იყო ადამიანის კონკრეტული ქცევა ნაკარნახევი და რა გამოცდილებით მოხდა ამ კონკრეტული განწყობის ფიქსაცია. ანუ ჩვენ განწყობის თეორიაზე დაყრდნობით ადამიანის ქცევას ხსნით მარტივად. შეიძლება ერთი შეხედვით გაგიკვირდეთ, რომ მარტივად როგორ ხსნით, მაგრამ სხვათა შორის ძალიან მარტივად შეგვიძლია განწყობის თეორიაზე დაყრდნობით ნებისმიერი არალოგიკური და ისეთი ტიპის ქცევის ახსნა, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს შეიძლება აჩენდეს ჩვენში, ყველანაირი თვალსაზრისით, მორალური, ფსიქოლოგიური თუ სხვა თვალსაზრისით. მაგრამ აქ ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ განსაზღვროთ რა განწყობებს ეფუძნებოდა ადამიანის ეს კონკრეტული ქცევა, ხო? აი ჩვენ მაგალითად ვიმსჯელოთ იმაზე, რა განწყობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ის, რომ მე შეიძლება არ მიზიდავდეს ლამაზი ადამიანი და მიზიდავდეს შედარებით შეუხედავი ადამიანი, ხო? შესაძლებელია უარყოფის შიშიც იყოს, ან შესაძლებელია, ნამდვილად გეთანხმებით, მაგრამ ბევრი ვერსიები შეიძლება გამოვთქვათ, ხო? მაგრამ ამის მთავარი, ესე ვთქვათ, ინტრიგა რაშია? მთავარი ინტრიგა იმაშია, რომ ჩვენ სწორად ამოვიცნოთ ის განწყობები და ის გამოცდილება, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს ადამიანში შენიშნული კონკრეტული განწყობა. და ეს ძალიან ინდივიდუალურია, ხო? კი, ძალიან ინდივიდუალურია და ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ყველაფერი მაინც მჭიდრო კავშირშია გამოცდილებასთან. ამიტომ შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ადამიანის ცხოვრებისეული ისტორიის შესწავლაც კი დაგვჭირდეს მასში ფიქსირებული განწყობების არსებობის საფუძვლების შესასწავლად და გამოსაკვლევად. ბატონო ფირუზ, რახან არალოგიკურ შევეხეთ. მოდი განწყობაც განვიხილოთ ილუზიის მდგომარეობაში. აი მე ჩემს პირად кейს მოვიხვალ. პანდემიის პერიოდში მქონდა ჰიპოქონდრია, რაც სიტყვით ითარგმნება როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შფოთვა. შფოთავდი, რომ მქონდა ესეთი განწყობისეული დამოკიდებულება, რომ ჩემში რაღაც ფიზიკურად არ იყო მწყობში. არაერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩემი ეს ჰიპოთეზა იყო მცდარი და ეს იყო ფსიქოსომატური სიმპტომები, რომელიც განპირობებული იყო ფსიქიკიდან გამომდინარე. განწყობა ვიცით, რომ ქმნის ილუზიურ წარმოდგენებს. არარსებულს გვაჩვენებს რეალობად. აი როგორ გავმიჯნოთ ეს არარსებული და ობიექტური რეალობა? ძალიან საინტერესო კითხვა იმის გათვალისწინებით, რომ კი, განწყობა ნამდვილად არის საფუძველი ილუზიებისა, ეს ექსპერიმენტულადაც არის დადასტურებული.
სხვადასხვა ესე ვთქვათ მოდალობაში, როდესაც ფიქსირებული განწყობა ცვლის ადამიანის აღქმას, ხო? ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ადამიანის ქცევის ახსნას ვცდილობთ და ვხედავთ განწყობის კვალს მის ქცევაში, ანუ განწყობის ზემოქმედების კვალს, პირველი რაზეც უნდა მივიტანოთ ეჭვი, ზუსტად ის არის, რომ ის ადამიანი რეალობას აღიქვამს დამახინჯებულად, იმიტომ რომ მისი განწყობა განსაზღვრავს ამას. ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ამისი, ხო, რომ ადამიანს განწყობისეულად რაღაცა ესე ვთქვათ არასწორი და დამახინჯებული წარმოდგენები უყალიბდება, ხო? აი სტერეოტიპული შეხედულებები არასწორი და დამახინჯებული წარმოდგენებია, ხო? რაც ხო, განწყობისეულად ყალიბდება. ფობიების და შიშებით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ერთგვარი ფიქსირებული განწყობები, რომელიც წარსულში მიღებულ კონკრეტულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული და შესაძლებელია ჩვენ ამ გამოცდილების შესახებ არაფერი არ ვიცოდეთ, ხო? აი ამ შემთხვევაში განწყობისეული ნამდვილად არის ქცევა, მაგრამ უნდა ვიკვლიოთ რასთან არის, რა გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, ხო? ხშირად ხდება მაგალითად, რომ ბავშვების გარშემო ძალიან განიცდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ძალიან განიცდიან რაღაცა მძიმე დაავადების აღმოჩენას და თუ რაღაცნაირად ასეთი ზეგავლენის ქვეშ მოექცა მოზარდი ბავშვი და მას ესე ვთქვათ ჩამოუყალიბდა შესაბამისი განწყობები, ფოთვითი განწყობები, ესე ვთქვათ ცალკეულ დაავადებებთან დაკავშირებით, როგორც კი სიტუაცია შეიქმნება, სადაც გაჩნდება საერთო საფრთხე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მას გაუცოცხლდება ეს ფოთვები აუცილებლად, ხო? აი, თქვენ მაგალითად ვერასდროს ვერ აღმოაჩენდით, რომ გქონდათ მსგავსი ფოთვები, რომ არ ყოფილიყო პანდემიის პერიოდი, ხო? იმიტომ რომ მანამდე ალბათ არ შეგიმჩნევიათ მსგავსი ფოთვები თქვენ თავში, ხო? მაგრამ აი, ნახეთ საინტერესო რა არის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების შემთხვევა შესწავლილი, როდესაც კონკრეტული დაავადებების ხასიათს სწავლობენ და კონკრეტული დაავადებების შესახებ კურსებს გადიან, რომ ასე ვთქვათ, წარმოდგენა ჰქონდეთ სხვადასხვა დაავადებებზე, მაგალითად გულის დაავადებებზე საუბრობენ, კუჭის, ღვიძლის და ასე შემდეგ დაავადებებზე. იმ პერიოდში, როდესაც ისინი კონკრეტულ ნოზოლოგიებს გადიან, საკუთარ თავში იწყებენ შესაბამისი სიმპტომების შემჩნევას. ხო? ფსიქოლოგებსაც გვახსენებთ. კი, ფსიქოლოგებსაც გვახასიათებს, ხო? აი რაღაცა ფსიქიკური აშლილობები კი და შემდეგ ვიწყებთ მსჯელობას იმაზე, რომ აი მე მგონი ეს აშლილობა მჭირს და მე მგონი ეს სიმპტომები ზუსტად ამიტომ მაქვს, რომ ეს აშლილობა მაქვს და მე არ ვიცი, ხო? ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ ზოგადად ადამიანში არსებობს განწყობა დაავადებისკენ მიდრეკილების. შეიძლება ასეთი განწყობების ჩამოყალიბდეს ადამიანში, თუ ეს მისი გამოცდილებიდან გამომდინარე იქცევა მისთვის ყურადღების მიქცევის საშუალება და მის ეგოცენტრულობას დააკმაყოფილებს. ხო, არიან ესეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც მუდმივად გაიძახიან, რომ ცუდად არიან, რაღაც ტკივათ. ამით ერთგვარად ყურადღების ცენტრშიც არიან მუდმივად და ხო და ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ახორციელებენ ისეთი ტიპის ქმედებებს, რომლებიც სხვების მანიპულირების საშუალებას აძლევს მათ, ხო? ამიტომ აქ კი ეს ქცევა განწყობისეულია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ტიპის განწყობისეულ ქცევებს აქვს საფუძველი და უნდა დავაკვირდეთ როგორ სიტუაციაში და რა ფორმით მჟღავნდება ეს განწყობები. რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ საკითხის განხილვისას, ხო? უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ხშირად განწყობები მჟღავნდება კრიტიკულ სიტუაციაში, ადამიანში არსებული განწყობები. შეიძლება ვიღაცები კაი ტიპებად, მაგარ ტიპებად გვაჩვენებენ თავს, მაგრამ როგორც კი სიტუაცია შეიცვლება, აღმოვაჩენთ, რომ
მათი განწყობები აბსოლუტურად სხვა ყოფილა. ანუ საერთოდ სხვა პიროვნებები ყოფილა, სხვა განწყობების მატარებელი პიროვნებები ყოფილა, ხო? ხო, ჩვენ რომ ვამბობთ აი პოპულარულ ენაზე, რომ აი ნიღაბი ჩამოიხსნა. ნიღაბი კი არ ჩამოიხსნა, სინამდვილეში ასეთი პიროვნება იყო და რეალურად სიტუაციამ გამოამჟღავნა მისი რეალური განწყობები. ხო, განწყობები, იმიტომ რომ ადამიანი სრულიად ცნობიერად კონკრეტულ სიტუაციაში იქცევა ისე, როგორც იქცევა. და ამის არცხვენია. აი ავიღოთ ჩვენი ცოცხალი მაგალითები, რა რეალობაში ვცხოვრობთ დღეს, ხო? ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც მიდიან სხვა ადამიანებთან ვიღაცის დავალებით, ფიზიკურად უსწორდებიან, ემუქრებიან განადგურებით. რატო უნდა ჩადიოდეს ამას ადამიანი, ხო? რატო უნდა ჩადიოდეს? აი კითხვა ხო გვიჩნდება, რატო უნდა აკეთებდეს ამას ადამიანი? რატო უნდა დავემორჩილო ვიღაცის მითითებას, რომ წადი ეს ადამიანი გალახე, შეაშინე, დაიჭირე, უსამართლოდ ჩასვი ციხეში? განესამართლიანობის გრძნობა ამ ადამიანებში არ არის? ნუ ხო დავიჯერო იმდენად დეგრადირებულები არიან ეს პიროვნებები, ეს ინდივიდები, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავენ, რა უსამართლობასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, არ მჯერა მე ამის. მე მჯერა იმის, რომ ამ ადამიანებში გარკვეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალადობისკენ მიდრეკილების განწყობები არსებობდა და სიტუაციამ ზუსტად მისცა საშუალება ამ განწყობების რეალიზებისა მათ. და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ როდესაც ადამიანში განწყობა ყალიბდება, განწყობა ადამიანში აჩენს მზაობას აქტივობისადმი. განწყობა რაღაც პასიურად კი არ არსებობს ადამიანში. კონკრეტული სიტუაციისთვის განკუთვნილი განწყობა თუ არსებობს ადამიანში და ის ჩამოყალიბებულია და მყარად არის ფიქსირებული, აჩენს კი ჩნდება მოთხოვნილება იმ განწყობის რეალიზებისა, იმ აქტივობის განხორციელებისა, რომელიც ამ განწყობის რეალიზებასთან არის დაკავშირებული. მიხვდით? და ამას ძალიან კარგად ხსნის აი ფუნქციონალური ესე ვთქვათ მოთხოვნილებების არსებობა, ხო? განწყობების მუშაობის დიდი უმრავლესობა ზუსტად ფუნქციონალური მოთხოვნილებების არსებობასთან არის დაკავშირებული, გაჩენასთან არის დაკავშირებული, ხო? აი ვისწავლე მანქანის ტარება და არ მყავს მანქანა, ხო? მუდმივად ვეძებ მანქანას რომ ვატარო. რატომ? იმიტომ რომ ჩემში გაჩნდა ამ სწავლების შედეგად ჩამოყალიბებული განწყობის გამო გაჩნდა მოთხოვნილება მანქანის მართვისა, ხო? დავეუფლე საბრძოლო ხელოვნებას მაგალითად, ხო? ჩხუბი ვისწავლე რაღაცა ორთაბრძოლები რაღაცები და ხო, მინდა ამისი გამოყენება, ანუ ჩემში განწყობისეულად ამ წრთნის შემდეგ ჩნდება სურვილი, რომ ეს აქტივობა განვახორციელო. ვიჩხუბო, ვიღაცა დავიჭირო, შესაბამისი ილეთები ჩაუტარო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ნუ ზოგ საერთო ჯამში ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ ამ საკითხისა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ესე, რომ თუ ადამიანი კონკრეტულ ქცევას ახორციელებს კონკრეტულ სიტუაციაში და ეს ქცევა ჩვენთვის არის მოულოდნელი, იმიტომ რომ ფიქრობდით, რომ ეს ადამიანი ამ ქცევას არავითარ შემთხვევაში არ განახორციელებდა, პასუხი არის ძალიან მარტივი. ეს ქცევა არის განწყობისეული და დიდი ალბათობით ადამიანი აკეთებს იმას, რისკენაც განწყობისეულად ქონდა მიდრეკილება, ხო? ავიღოთ ორი ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, ხო? ორივეს შეექმნათ სიტუაცია, რომ ბიუჯეტი გაძარცვა. ერთი იწყებს ბიუჯეტის გაძარცვას, მეორე უარს ამბობს ამაზე და იცავს ღირებულებებს, ხო? არ აქვს წარმოდგენა, რომ სახელმწიფო მეწველი ძროხაა და მე რა ახლა ვისპარავ სახელმწიფოს პარავ, ხო? იმის გააზრების უნარი საჯარო სამსახურში ადამიანს როგორ არ უნდა ჰქონდეს, რომ სახელმწიფოს კი არ პარავ, მშრომელ ადამიანებს პარავ, დოვლათს ანადგურებ, ფლანგავ და ასე შემდეგ, ხო? რომელიც სხვა ადამიანების კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს, ხო? მაგრამ არის იმ ადამიანში ეს განწყობისეულად მიდრეკილება ძარცვისადმი, ყაჩაღობისადმი არის, მაგრამ მეორე შემთხვევაში ყავს ადამიანი, ინდივიდი, რომელიც ამას არ აკეთებს, ასეთ ნაბიჯს არ დგამს, ხო? იმიტომ რომ მასში განსხვავებული განწყობებია. ამიტომ, როდესაც საუბრობთ მაგალითად ილუზიებზე და განწყობისეული ილუზიებზე და მცდარ აღქმებზე, რაც ადამიანების არაადეკვატურ ქცევებს განაპირობებს და შეუსაბამო ქცევებს, ხო? ხშირ შემთხვევაში და მოულოდნელ ქცევებს, ხო? ხშირად გამოდის, რომ
განწყობა თითქოს რაღაცა ცუდი რამეა, რასაც ადამიანები შეცდომაში შეჰყავს. მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ განწყობების სხვა დადებითი მხარეც. ანუ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმაზე, ადამიანში რა ტიპის განწყობებია ჩამოყალიბებული, პოზიტიური განწყობები თუ ნეგატიური განწყობები, ხო? განწყობა ნებისმიერ შემთხვევაში ახდენს ზეგავლენას ქცევაზე და აღქმაზე, აღქმებზე და დამოკიდებულებებზე, მაგრამ ნიშნულობა აქვს იმას, როგორია, რა შინაარსის და რა დატვირთვის მატარებელია, ხო? აი იმ ადამიანში, ვისაც სიტუაცია შეუქმნეს, რომ შეგიძლია მოიპარო, მაგრამ არ იპარავს ის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ხო? მასში აი მაღალი ღირებულებითი განწყობებია მყარად ფიქსირებული და ის ადამიანი არ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ ეს ნაბიჯი გადადგას, ხო? ჩვენ ვიცით ბევრი გმირობის მაგალითები, ხო? როდესაც ადამიანებს სიკვდილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ხო? თუ ამას არ გააკეთებ, მოკლავთ. გაგანადგურებთ. მას ურჩევნია მოკლან და გაანადგურონ, ვიდრე ის ქმედება ჩაიდინოს, რასაც ავალებენ, ხო? იმიტომ რომ მასში იმდენად ძლიერი განწყობებია, ღირებულებითი განწყობები, რომ არ აძლევს საშუალებას ის ქმედება განახორციელოს და აქვე ვიტყვი ბარემ და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენ კითხვას. აქვე უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განწყობის და ქცევის კავშირზე ერთმანეთთან, ხო, უნდა გვესმოდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ. განწყობამ შეიძლება განაპირობოს როგორც ქცევის განხორციელება კონკრეტულ სიტუაციაში, ასევე განწყობამ შეიძლება განაპირობოს ქცევის დაბლოკვა კონკრეტულ სიტუაციაში. აბა ნებისმიერი იტყვის, ხომ? აი რა სიკლავდა თავს. გაეკეთებინა ის, რასაც ეუბნებოდნენ, ხომ გადარჩებოდა, ხომ ცოცხალი იქნებოდა. ან წუხელი ძეზე გამოვიდნენ დეგრადირებული ინდივიდები და გვეუბნებიან, რომ რა სიკლავდა თავს თურმე ადამიანი, რომელიც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ქვეყნის გადარჩენისთვის, სუვერენიტეტისთვის იბრძოდა, ხო? ის მარტივად გადარჩებოდა, მაგალითად, შეიძლება გადარჩენილიყო თუ შეასრულებდა ოკუპანტების მითითებას, რომ აი დადექი მუხლებზე შეურაცხყოფა მიაყენე საქართველოს დროშას, შეურაცხყოფა მიაყენე საქართველოს სახელმწიფოს და არ მოკლავთ. მაგრამ მან არ გააკეთა ეს, ხო? არ გააკეთა, იმიტომ რომ მასში იყო მყარად ფიქსირებული განწყობების სახით მაღალი ღირებულებები. პატრიოტული ღირებულებები, რომელმაც მას სხვა ქცევის განხორციელების საშუალება არ მისცა. მიხვდით, სრულიად გაცნობიერებულად, ხო? ანუ ერთ შემთხვევაში განწყობისეულად ადამიანმა შეიძლება ცუდი ქმედება ჩაიდინოს, მაგრამ მეორე შემთხვევაში ასევე განწყობისეულად ადამიანმა შეიძლება ეს ცუდი ქმედება არ ჩაიდინოს, რაც არ უნდა ძლიერი ზეწოლა იყოს მასზე. ბატონო ფირუს, მე მაინტერესებს, ეხლა მარიამ ახსენა ძალიან საინტერესო თემა, რაც იყო შიშები და ფობიები. ამასთან დაკავშირებით ისიც ვახსენეთ უკვე, რომ განწყობა არის ფიქსირებული და ფიქსირდება და ანუ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ და ალბათ მე მგონია, რომ შეგვიძლია რომ ეს ფობიები ზუსტად გამოვიყენოთ, ანუ ფიქსირებულ განწყობად და ეხლა როგორც ვახსენეთ თერაპიული გზით ამ ფიქსირებული განწყობების ჩანაცვლება შეგვიძლია თუ არა ფობიებს და ამ შიშებს ვუმკურნალოთ და ვუშველოთ ზუსტად ამ თერაპიული გზებით. ფობიები საკმაოდ მყარად ფიქსირებული განწყობებია, ეხლა შეიძლება კოლეგების ნაწილი არ დამეთანხმოს ფსიქოლოგებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რასაც მე ვიტყვი, მაგრამ ჩემი ღმარწმენა ასეთია, რომ პრაქტიკულად ყველა ფობია არის მყარად ფიქსირებული განწყობები, რომელიც გარკვეული გამოცდილების არსებობასთან არის დაკავშირებული და შეიძლება ჩვენ ამ გამოცდილების შესახებ არაფერი არ ვიცით, ხო? იმიტომ რომ ეს გამოცდილებები არაცნობიერშია ღრმად დალექილი, ხო? შესაბამისად, აი როგორც გითხარით, თუ თერაპიული თვალსაზრისით მიუდგებით, შესაძლებელია რომ აი ფსიქოანალიზის გზით მაგალითად იმ გამოცდილებამდე მივიდეთ, ამოვიტანოთ ეს გამოცდილება, გავააზრებინოთ ადამიანს ეს გამოცდილება და ნუ საბოლოო ჯამში მივიღოთ გაჯანსაღება, ხო? მაგრამ აი მაგალითად ფობიებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით რომ საუკეთესო გამოსავალი არის რა? ადაპტაცია, დესენსიბილიზაციას ვეძახით ჩვენ, ანუ შიშის ობიექტთან ადაპტაცია, შიშის ობიექტთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება, მაგრამ როდესაც ჩვენ შიშები
ფიქსირებული განწყობების დონეზე გვაქვს და ის ჩვენ ქცევას განსაზღვრავს, ხო? და არარაციონალურად მჟღავნდება, ხო? არარაციონალურია თავისი არსით, ხო? აი ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ახალი გამოცდილების მიღება და ზუსტად ეს ახალი გამოცდილების მიღება ნიშნავს, რომ შიშის ობიექტს დაუახლოვდეთ. შევეხოთ თუნდაც, ხო, როგორ ძალიანადაც არ უნდა გვეშინოდეს. როგორ ძალიანაც არ უნდა გვეშინოდეს მისი. თვალი გაუსწოროთ მაგალითად, მეტი სიახლოვე დავიჭიროთ მასთან, ხო? აი არსებობს პრაქტიკაში ესეთი გამოცდილება, როდესაც თუ მაგალითად ადამიანს ეშინია, აი ქალების მაგალითი მახსენდება ერთი, ქალებს რომლებსაც ეშინოდათ ნიანგების, ვეფხვების და ასე შემდეგ, ხო, სხვადასხვა ცხოველების, მათ ურჩევდნენ ეტარებინათ ნიანგების, ვეფხვების ტყავის ჩანთები მაგალითად. მე ვფიქრობ ხა პირად მაგალითად გველების ანუ უკაცოდოთ ხსენებაზეც კი. ანუ გველის ტყავის უნდა ვიშარო ეგრე გამოდის მარტივი ექსპლოზია. ხო, აი თუ თქვენ შეეცდებით რომ დაუახლოვდეთ თქვენი შიშის ობიექტს, აი ეს არის ზუსტად ეს არის იმდენად ფიქსირებულია თქვენში განწყობისეულად ფობია, რომ ის არ გაძლევთ საშუალებას შიშის ობიექტთან მიახლოებისას, რომ მაშინვე იწევს პანიკას თქვენში და პირიქით გაურბიხართ შიშის ობიექტს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ხო ხვდებით რომ არარაციონალურია თქვენი შიშები, ხო, გადაჭარბებულია თქვენი შიშები, ხო? ამიტომ გჭირდებათ ახალი გამოცდილება, აუცილებლად ახალი გამოცდილება უნდა მიიღო. ხო, არა ირაციონალური მგონია ჩემი შიშები კიდე ტრაილერების მიმართ თქვა, ანუ ძალიან უაზრო, მაგრამ აშკარად ფიქსირებული ფობია და შიშია. მან კიდე არ იქნება ეგეთი რთული და ის ქველი. ხო, აქაც ამ შემთხვევაშიც აშკარად რაღაც გამოცდილებასთან გვაქვს საქმე, რომელიც განწყობისეულად ფორმირდა და არსებობს ესეთი გამოთქმა, გაბედვამდის 100 მოკვდა, გაბედეს და არც ერთიო და აი ესე თუ მიუდგებით ფობიების დაძლევის პროცესს, გაბედოთ, დაუახლოვდეთ შიშის ობიექტს და მიიღოთ ახალი გამოცდილება, დამიჯერეთ რომ თქვენში ხელახლა მოხდება განწყობების ფორმირება და ამის დაძლევასაც მარტივად შეძლებთ. ბატონო ფიროს, ბოლო კითხვა იყოს. თავს აღარ შეგაწყენ. კოლექტიურ ცნობიერსაც რო შევეხოთ. გამიგონია რომ კოლექტიური ცნობიერება ზეგავლენას ახდენს განწყობაზე. აი ჩვენ ვართ მიკროკულტურული სამყაროს შემადგენელი წევრები და თითოეული ინდივიდი ვართ კოლექტივის წარმოადგენელი ინდივიდი, ხო? ნაწილი, ხო? კონფორმიზმის ხრივაც რამდენად კი, და გვიწევს ეს სხვადასხვა სოციალური სტატუსების და როლების მორგება. პირადი кейსიც, აი ჩემი მეგობრიდან გამიგონია, რომ მას ჰქონდა რაღაც აი ძალადობისკენ მიდრეკილი ტენდენციები, თუმცა ვერ იაზრებდა, იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილება არ ქონია. მე აღმოჩნდა, რომ თურმე თავისი მშობლის სიტუაციიდან გამომდინარე, დედმამა თურმე ძალადობდა მშობლებზე რა. და აქედან გამომდინარე ეს განწყობა თითქოს გენეტიკური კოდით გადაიცა კოლექტიური ცნობიერით ამ ინდივიდზე. და აი რამდენად ახდენს კოლექტიური ცნობიერება, ესე ვთქვათ, განწყობაზე ზეგავლენას. რა არის იცით? ყველაფერი არის, მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული მაინც გამოცდილებაზე. მე ნაკლებად მჯერა ის, რომ რაღაცა ტიპის განწყობების გადაცემა ხდება გენეტიკურად, ხო? სამედიცინო დონეზე რომ ვიმსჯელოთ მაგალითად, ხო? შეიძლება დაავადებისკენ მიდრეკილების ესე ვთქვათ კოდი გენეტიკაში შეიძლება იყოს ჩადებული, მაგრამ განწყობების ესე პირდაპირ თაობიდან თაობაში გადაცემა ხდებოდეს გენეტიკურად, ამის გულწრფელად გითხრათ, ნაკლებად მჯერა. ყველაფერი მაინც არის დაკავშირებული გამოცდილებასთან, ხო? რა გამოცდილებასაც ღებულობს ბავშვი ზრდა განვითარების პროცესში, იმის საფუძველზე უყალიბდება შესაბამისი განწყობები. ახლა ყველა გამოცდილება, ყველა ტიპის გამოცდილება განწყობებს არ აყალიბებს. რაღაცა თვალსაზრისით ადამიანი რაღაცა ზეგავლენაზე ან ესე ვთქვათ მოვლენებზე, რომელიც მის გარშემოა, სენზიტიურიც უნდა იყოს, ხო? ესეც სხვათა შორის განწყობებით არის განპირობებული, რომ აი თუ მე მაგალითად რაღაცა პატარა რაღაცით შემაშინებენ, შემდეგ ცოტა უფრო დიდი რაღაცით შემაშინებენ, მე შეიძლება ანუ ჩავარდე სიტუაციაში, როდესაც უფრო და უფრო ძლიერი შიში მიპყრობს, ხო? და ამ ფონზე ჩემთვის ესე ვთქვათ, ფობიის საფუძვლად შეიძლება იქცეს ძალიან პატარა და უმნიშვნელო საფრთხეც. მიხვდით რა ვიგულისხმე ამ შემთხვევაში?
ანუ თუმე შიშისადმი რაღაცა გარემოებების გამო გრძნობელობა მომატებული მაქვს, ხო? პატარა რაღაცამაც, რაც შეიძლება ნაკლებად საშიში იყოს, შეიძლება ჩემზე ისეთი ტიპის ზეგავლენა მოახდინოს, რომ ფობიური განწყობა ჩამოაყალიბოს, მიხვდით? თუ ასეთი ფონი არ მაქვს, ემოციური ფონი, ხო? შეიძლება დიდი რაღაცითაც შემაშინონ, ხო? ძაღლი მეცეს დამკბინოს, მაგრამ არ ჩაომიყალიბდეს ფობია, არ შემეშინდეს მეორე დღიდანვე, ესე ვთქვათ, ძაღლების და არ უფრთხოდე და არ გაურბოდე, ხო? ამიტომ ბევრ გარემოებებზეა და ბევრ რამეზეა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ამ შემთხვევაში, როგორ მოხდება ასეთი ტიპის ესე ვთქვათ, განწყობების ფორმირება, ხო? განსაკუთრებით ფობიების ფორმირება, ხო? მაგრამ ყველაფერი, როგორც თქვი, არის დამოკიდებული გამოცდილებაზე. გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენი განწყობების თავისებურებებს, შემდეგ ეს განწყობები ვლინდება კონკრეტულ სიტუაციაში, განსაზღვრავს ჩვენს ქცევას და თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ შევცვლით ჩვენს გამოცდილებას, ახალ გამოცდილებას მივიღებთ, ეს შეიძლება იქცეს ახალი განწყობების ჩამოყალიბების საფუძვლად და შესაბამისად განსაზღვროს ჩვენი ქცევაც. თუ ბოლომდე ვერ უპასუხე კითხვას, შეიძლება დამიკონკრეტოთ და გავაგრძელოთ. ანუ ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ მე უბრალოდ ესეთი სევდიანი ადამიანი ვარ, იდენტობის და განწყობას კიდევ ერთხელ რომ შევეხოთ, ხშირად არიან სევდიანები, ანუ ასე ვთქვათ, და არ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს თავიანთი პატერნი შეცვალონ, ან რაღაცნაირად შეცვალონ თავიანთი ქმედება, ან შეცვალონ გარემო მათ გარშემო. უბრალოდ მე ესეთი ადამიანი ვარ და ვერაფერს ვერ გავხდები. შეიძლება რომ ეს იყოს თავდაცვის მექანიზმი, ანუ გარე სამყაროსგან, რომ უბრალოდ ასეთი ადამიანი ვარ და მოდი ასეთი მიმიღეთ. ანუ ეს რამდენი როგორ არის დაკავშირებული ეს პრინციპი? თუ ეს ავლენს ადამიანის პიროვნულ სისუსტეს და მოწყვლადს ხდის მას რაღაცა სხვადასხვა ესე ვთქვათ ნეგატიური ზემოქმედებისადმი, ბუნებრივია რომ ეს არის პრობლემა. ხო. შეიძლება ეს იყოს განწყობისეული, მაგრამ თუ აქ წამყვანია თავდაცვითი მექანიზმი, ბუნებრივია ესეც დაკავშირებულია გამოცდილებასთან, ხო? იმიტომ რომ მე მქონდა შემთხვევა ძალიან საინტერესო, მოკლედ ეზოში ვიზრდებოდით ბავშვები და მაგალითად იყო შემთხვევა, როდესაც ბებია ერთ-ერთ შვილიშვილს სხვადასხვა ესე ვთქვათ მისი აზრით საფრთხეებისგან, რომელიც შეიძლება წამოსულიყო სხვა ბავშვებისგან ამ ბავშვის მისამართით, იცავდა იმის მუდმივი გაჟღერებით, იმაზე მუდმივად საუბრით, რომ ეს ბავშვი არის ავადმყოფი და ის დიდხანს ვერ იცოცხლებს, 16 წელსაც კი ვერ მიაღწევს, ანუ ისეთი მძიმე დაავადება აქვს მას, რომ ის ესე ვთქვათ სრულწლოვანებასაც ვერ მიაღწევს ამ დაავადების გამო. პირველად, როდესაც ასეთი ესე ვთქვათ შეფასება მოვისმინე ამ ბავშვის მისამართით, ხო, შოკში ვიყავი. მეც არ ვიყავი დიდი ასაკის, მეც მოზარდი ვიყავი, მაგრამ შოკში ვიყავი, როდესაც ასეთი რაღაც გვითხრა ბებიამ, რომ არ შეეხოთ ამ ბავშვს, იმიტომ რომ შეიძლება ხელებში ჩაგაკვდეთ, იმიტომ რომ ამას ისეთი დაავადება აქვს, სრულწლოვნებამდეც ვერ მიაღწევს. ფაქტია, რომ ის ბიჭი გაიზარდა, სრულწლოვნებასაც მიაღწია და უფრო მეტ ასაკსაც მიაღწია, მაგრამ საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ დღეს ის პიროვნება არ არის სრულფასოვანი პიროვნება, ჩამოყალიბებული და რეალიზებული პიროვნება და ის პიროვნება არის ავადმყოფური ტიპაჟის პიროვნება. მისი ფსიქიკური კონსტრუქტი არის ავადმყოფური ტიპაჟი. მიხვდით? აი, მე ბებიის ასეთმა ზემოქმედებამ, მუდმივმა ჩაგონებამ, თუნდაც სხვების გასაგონად, ხო, შეიძლება ბავშვს არ მიმართავდა, რომ შენ ავადმყოფი ხარ და შენ რაღაც მოგივა და რაღაც დაგემართება, მაგრამ ბავშვი ხო ისმენდა, როდესაც ბებია მისი დაცვის მიზნით ამას სხვას ეუბნებოდა, ხო? ამან განაპირობა განწყობისეულად განაპირობა ავადმყოფური ტიპაჟის ჩამოყალიბება, მიხვდით? და ყველაფერზე აისახა ეს ზემოქმედება, ხო, მის გარეგნობაზეც, ზრდაზეც, ხო, ცხოვრების ხარისხზეც, ზრდაზეც, აზროვნების სტილზეც აისახა. მოკლედ ამ ადამიანმა, როდესაც გაიზარდა და სრულწლოვნებას მიაღწია, ვერ დაიმკვიდრა თავი ცხოვრებაში, როგორც
პიროვნება, ანუ ის მუდმივად იყო იდენტობის თავისი იდენტობის ძიებაში, მიხვდით? და საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ მისი იდენტობა გამოიკვეთა აი ავადმყოფურ ტიპაშიო, ის დღესაც სამწუხაროდ, მადლობა ღმერთს ჯანმრთელია, ცოცხალია და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს და გრძელობას უსურვებ, დღესაც აი ესე დადის როგორც ავადმყოფური ტიპაჟი, ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური ტიპაჟი და მასთან გარშემოყოფები სერიოზულ და ნორმალურ ურთიერთობას ვერ იჭერენ სამწუხაროდ რა. ეს არის რომ აი რაღაცა ჩაგონებებმა, რაღაცა ტიპის ზემოქმედებამ, თუნდაც თავდაცვითი მიზნით ჩაგონებებმა შეიძლება განსაზღვროს განწყობისეულად შესაბამისი ტიპაჟის ფორმირება. შეიძლება კი არა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ განსაზღვრავს კიდევაც რა. აი თუ დააკვირდებით უფრო გაბედული, უფრო აქტიური, ინიციატივიანი ახალგაზრდები როგორი ოჯახებიდან მოდიან და როგორი გარემოდან მოდიან, ხო? სადაც უფრო მეტი პატივისცემა ინდივიდის მიმართ, მეტი თავისუფლება, მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა პირად ინიციატივებში, ხო? შესაბამისად ყალიბდება იმ ახალგაზრდებში, იმ ადამიანებში, ბავშვობიდანვე ყალიბდება შესაბამისი განწყობები და ეს განსაზღვრავს შემდეგ მათ იდენტობას და მათ ესე ვთქვათ პიროვნული განვითარების მიმართულებას. თუ ნეგატიურ ზემოქმედებას ვახდენთ ადამიანზე, ხო, ზრდა განვითარების პროცესში ობნებით არ შეგიძლია, ვერ იზამ, არ გამოგივა და ასე შემდეგ, ეს დიდი ალბათობით მასში შესაბამის განწყობებს ჩამოაყალიბებს და მივიღებთ ზუსტად აი ესეთ ტიპებს. მე ასეთი ვარ, სევდიანი ვარ, არ შემიძლია, ვერ ვაკეთებ და სურვილიც კი არ უჩნდება ამ ადამიანს, რომ თავისი თავი შეცვალოს და სხვანაირი გახდეს, ხო? დონეზეც მოხდეს, ანუ ვერაცნობიერებდეს ადამიანი იმდენად ფიქსირებული აქვს. ხო, შეიძლება ვერაცნობიერებდეს, მაგრამ აი როცა ადამიანი ამბობს, რომ მე ასეთი ვარ და რა ვქნა, ასეთი მიმიღეთ. ანუ ამაში ჩანს ქვეტექსტი, რომ მას არ მოსწონს მისი თავი, ასეთი უნდა რომ სხვანაირი იყოს, უნდა ცვლილება, მაგრამ ვერ აღწევს ამას. რატომ ვერ აღწევს? იმიტომ რომ განწყობები მის აქტივობას, შესაბამის აქტივობას რომ შეიცვალოს, ბლოკავს. მიხვდით? სხვა შემთხვევაში, სხვანაირი განწყობების მატარებელი რომ იყოს ეს ადამიანი, ხო? მაშინ ეს განწყობები мотиваციას გაუზრდიდა, მიხვდით? რაღაცის მიღწევისკენ სურვილს გააძლიერებდა და რა ვქნათ, ესე იმართება ადამიანები განწყობების მიერ და უნდა გვესმოდეს, როდესაც ერთმანეთზე ვახდენთ ზეგავლენას, უნდა გვესმოდეს, რა ტიპის განწყობები შეიძლება ჩამოვიყალიბოთ ამ ურთიერთობის პროცესში ერთმანეთს. არა მხოლოდ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ ზოგადადაც, ხო? შეიძლება ჩემთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილების შედეგად თქვენ ისეთი ტიპის განწყობა ჩამოგიყალიბდეთ, რომ ჩემნაირ ტიპებთან ურთიერთობის სურვილი აღარ გაგიჩნდეთ საერთოდ მომავალში, ხო? ხო? და აი რა, საქმე რაშია, იცით, ცოტა ისეთი თემაა, მაგრამ მირჩევნია ბოლომდე გულწრფელი ვიყო და შემოვიტანო ამ განხილვაშიც ეს საკითხი, ხო? სპეცსამსახურები როგორ არჩევენ ტიპებს, რომლებმაც შეიძლება სამშობლოს უღალატონ, ხო? რომლებმაც შეიძლება კრიმინალი ჩაიდინონ, ხო? რომლებმაც შეიძლება დაკვეთით სხვა ადამიანი მოკლან და ფიზიკურად გაანადგურონ, ხო? როგორ არჩევენ ასეთ ტიპებს? აკვირდებიან მათი პიროვნების კონსტრუქტებს და ყველაზე მთავარი რაც არის, სწავლობენ მათ განწყობებს. და ეს ზედაპირული, თითქოს და ზედაპირული პოპულარულ ენაზე შეფასება, რომ ეგ ამის გამკეთებელია, რას ნიშნავს, იცით? ზუსტად ხაზგას მას, რომ მასში არის შესაბამისი განწყობები. მაგას ფული გადაუხადე და ვისაც გინდა იმას მოკლავს. მაგას ფული გადაუხადე და დედამის ჩასვამს ციხეში. მაგას ფული გადაუხადე და შვილს გაყიდის. ხო? ეგ შეაშინე, რაღაცის გამოქვეყნებით დაემუქრე და ყველაფერზეც ხელს მოგიწერს. მიხვდით? ანუ ასე მუშაობენ სპეცსამსახურები. ხო, ასე მუშაობს განწყობას და ასე მუშაობს რუსული პროპაგანდაც ჩვენში სამწუხაროდ. აი, რუსულ პროპაგანდას ზუსტად სამიზნედ აქვს ჩვენი საზოგადოების განწყობები, ჩვენი ინდივიდების განწყობები.
განწყობები მაგალითად რომ საზოგადოების ნაწილი ჩვენში ლოიალური იყოს საბჭოთა კავშირისადმი, განწყობები მაგალითად რომ რუსებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით და ამიტომ ისინი ჩვენთვის უფრო ახლობლები არიან მიუხედავად იმისა რომ ამდენი ომი და ხო ქარცეცხლი დაგვატეხეს ხო მართლმადიდებლები აი ძალიან სწორი შენიშნა იყო ხო ანუ რელიგიური განწყობების გამოყენება ხდება ამ შემთხვევაში ადამიანების манипуляციისთვის ხო კი გეთანხმებით იმიტომ რომ ჩემთვის შოკი იყო როდესაც შევხვდი უკრაინის მოქალაქე პრორუს რომელიც ამბობდა რომ ეს რა ომიც წამოიწყო პუტინმა ღმერთის ომია ეს ლამის მიმტკიცებდა რომ ბიბლიაში წერია რომ ეს ომი უნდა მომხდარიყო რა რომ აი ღმერთის ნება იყო ეს ომი რომ დაიწყო და თურმე რუსეთი რომ დაესხა თავს და უდანაშაულო უკრაინელებს ხოცავს ეს რუსეთის ბრალი კი არ არის იმიტომ რომ არა ხო ეს დაწერილია რუსეთს აქვს ამის უფლება ეს ზელენსკის ბრალია ზელენსკის არ უნდა გაეწია წინააღმდეგობა ზელენსკის არ უნდა დაეცვა თავისი ქვეყანა არ უნდა დაეცვა სამშობლო მისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა ჩაებარებინა უკრაინა რუსეთისთვის მიეტოვებინა ქვეყანა გაქცეულიყო და ეს იქნებოდა ყველაფრის მოგვარების ესე ვთქვათ საშუალება და გზა ხო ხო ხვდებით სადამდე დადის განწყობისეულად ადამიანის აზროვნება ხო ამიტომ ვამბობთ რომ განწყობა მთლიან პიროვნული ხასიათის არის და განწყობა არ არის მხოლოდ ლოკალური რაღაცა ზედაპირული მსუბუქი პროცესი ხო ეს არის ძალიან სიღრმისეული პროცესი რომელიც მთლიანად პიროვნებას მოიცავს კონკრეტული ტიპის განწყობამ შეიძლება განსაზღვროს ადამიანის არამხოლოდ აღქმები არამედ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მისი აზროვნების სტილზე, ზეგავლენა მოახდინოს მის მოძრაობაზე, სიარულის მანერაზე, ზეგავლენა მოახდინოს მის მეტყველებაზე და პრაქტიკულად ყველა ესე ვთქვათ ფსიქიკურ პროცესზე, რომელიც ადამიანში მიმდინარეობს. ანუ მოიცვას მთლიანად პიროვნება რა. პირველ რიგში უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ და ჩვენთან ერთად ხართ დღეს. ამით ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი სამწუხაროდ დასრულებულია, რაც საინტერესო თემა არ უნდა იყოს. მე მეგობრებო შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო თესელოს ფსიქოლოგიის დოქტორანტი და ფსიქოლოგი ბატონი ფირუზ პოლქვაძე. ჩვენი თემა იყო განწყობა და იდენტობა და უახლოეს მომავალში დაგებრუნებით არანაკლებ საინტერესო თემით და არანაკლებ საინტერესო სტუმარით. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.